გამარჯობათ მეგობრებო, გილოცავთ ბარბარობას. ჩემო საყვარელო ქართველებო, რა საქართველოში და რა მის ფარგლებს გარეთ, ყველას გილოცავთ ბარბარობას. ბარბარობა ერთგვარად ბედობის დღეა, ასე ამბობდნენ, რომ მე კარგი ფეხი მაქვს, ამიტომ მინდა რომ ყველას ოჯახში შემოვიტანო სიკეთე, ხვავი, დოვლათი, ბარაკა, სითბო და სიყვარული, ღვთისწყალობა არ მოკლებოდეს თითოეულ თქვენგანს. ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ გააზიაროთ ეს ლაივი, გააზიაროთ ყველამ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანთან მივიდეს დღევანდელი ლაივი. დღეს სიცხე მაქვს ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავგვალდებულად ჩავთვალე, რომ დღეს ეს ლაივი ჩამეწერა და თქვენთვის ყველასთვის მომელოცა ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაული. მეგობრებო, ვისაც მოგბეზრდათ ამდენი შური, შუღლი, დაპირისპირება, კამათი და გაყოფილი საქართველო და იმ ხალხის მოსმენა, რომელიც ვერაფერს ვერასდროს ვერ გთავაზობთ და მუდმივად ვიძირებით აი ამ უაზრო კინკლაობაში, შეიქმნა ქართველთა მსოფლიო კონგრესი, სადაც უამრავი პროფესიონალი ადამიანი არის გაერთიანებული და ჩართული, რომლებიც სწორედ ახალ საქართველოს ეროვნულ იდეაზე დაფუძნებულ ახალ საქართველოზე მუშაობენ და რეალურად შეუძლიათ შემოგთავაზონ ძალიან კარგი ხედვები თუ როგორი უნდა იყოს ახალი საქართველო. ყველა მიმართულებით თავდაცვა, ჯანდაცვა, განათლება, უსაფრთხოება და ასე შემდეგ. შემოუერთდით, ჩაერთეთ ქართველთა მსოფლიო კონგრესში, ეს თქვენი ორგანიზაცია, ეს იმისთვის იქმნება, რომ სწორედ თქვენი და თქვენი შვილების უფლებები იყოს გარანტირებული და დაცული. როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ უამრავი ძალიან მაგარი პროექტია, რომელიც სულ მალე დაიწყება. პირველი ეს არის ემიგრანტი ბავშვებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლა, რომლითაც შევაყვარებთ ქართველ ბავშვებს საქართველოს და ეს ბავშვები თუ დაბრუნდებიან საქართველოში ხომ კარგი და მათი რაღაც ნაწილი აუცილებლად დაბრუნდება, როდესაც საქართველოს ამის საშუალება ექნება, მაგრამ ის ბავშვები, რომლებიც არ დაბრუნდებიან ან ვერ დაბრუნდებიან თავის ოჯახებთან ერთად ემიგრაციიდან, როგორც მინიმუმ იმდენად უნდა შევაყვაროთ მათ საქართველო, რომ იქ იყვნენ საქართველოს ლობისტები, სადაც არიან. ეს არის რეალურად ქართული საქმე, დიდი ქართული საქმე, რასაც ქართველთა მსოფლიო კონგრესი იწყებს და ძალიან გთხოვთ ყველამ შემოუერთით. ამის გარდა მეგობრებო არის უამრავი ფონდი, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ჩაერთვებიან საჭიროების შემთხვევაში და ონკოპაციენტ ბავშვებს საქართველოში დააფინანსებენ ოპერაციებზე სხვადასხვა ქვეყნებში, იქნება ეს თურქეთი, ისრაელი თუ სხვა ევროპის ქვეყნები. უამრავი სხვა ამდაგვარი ასევე სოციალური პროგრამაა, რომელიც დაიგეგმა სწორედ ამ ქართველთა მსოფლიო კონგრესის ფარგლებში, მათ შორის ერთ-ერთი ეხება მეგობრებო ემიგრანტების ეკონომიკურ დამოუკიდებლობას. რაც გულისხმობს ეკონომიკური დამოუკიდებლობა? გულისხმობს იმას, რომ შეიქმნება სააქციო საზოგადოება ემიგრანტებისთვის, რომლებიც თავად ყოველი გადარიცხული თანხიდან მიიღებენ აქციას ამ სააქციო საზოგადოებაში და შესაბამისად რაღაცა პერიოდის განმავლობაში მათ სრული ეკონომიკური დამოუკიდებლობა ექნებათ და ვერავინ უბატონოდ ხმას ვერ გასცემს. უნდათ დაბრუნდებიან საქართველოში, უნდათ წარმოებაში ჩადებენ თავის დივიდენდებს, უნდათ საზღვარგარეთ დარჩებიან და ასე შემდეგ. დრო მოვიდა, რომ თუ არავინ არ ზრუნავს ემიგრანტებზე, ჩვენ მაინც ვიზრუნოთ ერთმანეთზე. ამიტომ მეგობრებო, ჩაერთეთ ქართველთა მსოფლიო კონგრესში. ეს არის შენი ორგანიზაცია, ეს არის იმისთვის, რომ შენი უფლებები იყოს დაცული. ერთად ვაკეთოთ ქართული საქმე. და რაც მთავარია, თუ მოგბეზრდა ეს ამდენი დაპირისპირება, თუ მოგბეზრდა ეს ამდენი გაყოფა, ჩვენთან არავინ გეკითხება, ვინ ვის აძლევს ხმას, ჩვენთან არავინ გეკითხება, ვინ რომელ პოლიტიკურ ბანაკშია. ჩვენთან ერთადერთი, რასაც გეკითხებიან, ეს არის რა ფასეულობების ხარ. და ფასეულობები, რომელზეც ვთანხმდებით, არის ძალიან მარტივი. ნუ მოექცევინ ურავის ისე, როგორც შენ არ გინდა მოგექცნენ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ასეა, ვემიჯნებით რადიკალიზმს და რაც მთავარია, გვინდა რომ ბევრი სიკეთე ვაკეთოთ. ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ, უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს სიყვარულს, ქართველი ხალხის სიყვარულს და ერთმანეთის ურთიერთგაგებას. თვალებში უნდა უყუროთ მეგობრებო ერთმანეთს და ასე უნდა ვაშენოთ ახალი საქართველო. სიზღით, ბოხმით, შურით, ურთიერთდაპირისპირებით, ხით ჩატეხილობით
არცად არაფერი არ აშენდება და არცად არაფერი კარგი არ გაკეთდება. ამიტომ ერთობით ვაშენოთ ახალი საქართველო. შემოუერთდით ქართველთა მსოფლიო კონგრესს და ეს არის შენი და შენი შვილების უკეთესი მომავლისთვის. ერთად შევქმნით სწორედ ამ მომავალს. ამ შაბათს იქნება პრინციპში ლოგოს ქართველთა მსოფლიო კონგრესის ლოგოს პრეზენტაცია. შემოუერთდი აუცილებლად Zoom ჩართვებს. ყოველ შაბათს არის Zoom ჩართვა, სადაც არის როგორც კონგრესის შესახებ პრეზენტაცია, ასევე პროფესიონალთა გუნდი, რომელზეც ვთქვით, რომ არიან სწორედ ამ კონგრესის ფარგლებში გაერთიანებული, რათა შექმნან კონცეფცია ეროვნულ საფუძვლებზე დაფუძნებული ახალი საქართველოს კონცეფცია. სწორედ ეს ხალხი პატარა ლექციებს კითხულობს, მათ შორის უსაფრთხოების დარგში, ის რომ ომის გვეშინია, ეს მართლა რეალურია თუ არა, ეხლა უნდა გვეშინოდეს თუ მომავალში უნდა გვეშინოდეს, რა ქმნის ომის საფრთხეებს. ამ საკითხებზე მეგობრებო, რომელიც დახურულია პრაქტიკულად თემები ქართულ მედიაში არ შუქდება, ანუ ქართული მედია როგორც ოპოზიციური, ისევე საზოგადოებრივი მაუწყებელი და ყველა აცდა ქართველი ხალხის მოთხოვნებს, არავის აღარ აინტერესებს ქართველი კაცი რაზე ფიქრობს, რაზე დარდობს, რა აქვს მას სატკივარი, რა აქვს მოთხოვნა ქართველ კაცს, რა უნდა ზოგადად. ამ მოთხოვნაზე არავინ აღარ ფიქრობს, აღარც მედია, აღარც პოლიტიკოსები, არავინ საერთოდ აღარ აინტერესებს არავის ქართველი კაცი. რას ფიქრობს, როგორი საქართველო უნდა. ამიტომ ჩემო კარგო, თუ მარტოსულად გზნობ თავს, თუ შემოგაკდა ის სიყვარული, ის ქართული სული და გული, რაც შენი წინაპრების დროს გახსოვს, რაც რამოდენიმე ათეული წლის წინ შენს ბავშვობაში გახსოვდა, შემოუერთდი ქართველთა მსოფლიო კონგრესს და ერთად ვაშენოთ, ერთად ვაკეთოთ ქართული ეროვნული საქმე. ქართული ეროვნული საქმე იწყება დარეგისტრირებით taubები.com-ზე. და კიდევ ერთხელ, ძალიან გთხოვთ ყველას აბსოლუტურად, ვინც უყურებს ამ ლაივს, გადააზიარეთ ეს ლაივი, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს. კიდევ ერთხელ, ჩემო კარგებო, ჩემო საყვარელო ქართველებო, გილოცავთ ბარბარობას. მრავალს დაესწარით უკეთეს საქართველოში. ერთად ვაშენოთ.